დარჩა რამდენიმე დღე სააკაშვილის რეჟიმის და მისი სისტემის დასრულებამდე, სულ რამდენიმე დღე დაგვრჩა გამარჯვებამდე. პრაქტიკულად შემიძლია გითხრათ უკვე მას შემდეგ, რაც ის შოკის მომგვრელი კადრები იხილა საზოგადოებამ, რომ სააკაშვილი და მისი რეჟიმი დამთავრებულია. წესიერესი ადამიანია. და ახლა როგორ კარგად იქნება ყველაფერი, ქვეყანას დაალაგდება ხალხის დამშვიდობა და ყველანი ბედნიერად იცხოვრებ. კაცი, რომელმაც ციხეში გარდაიცვალა მისი შვილი და არ იცის, რისგან გარდაიცვალა, რა გარდაიცვალა და არა გასაკვირი რომ ეს ისეთივე ნათამები იყოს, ისეთივე განათვალები იყოს, როგორც ეს კადრები ვიხილეთ ჩვენ ამ დღეებში ტელევიზიაზე. ჩემ გილის კიდე თქვენი სახელით, ჩვენი სოფლის სახელით, ჩვენი სახელით მიუსამჯობრო კიდევ ერთხელ შესანიშნავი დაღუპვის გამო. ძლიერი ქართველი, რომელმაც ქართული ოცნებისთვის თავისი ვასი დადო იბრძოდა უზოგეს ბოლომდე. გავა დრო და აი ამ ეპიზოდს, რომელიც ახლა ხდება, ყველანი თქვენგანი მოიგონებს. დარწმუნებული ვარ, იმ ტანჯვა, იმ ბნელეთში ცხოვრების შემდეგ, როდესაც ჩვენ არც ერთმა არ ვიცოდით, აი რომ გათენდებოდა, რა დაგვაწყდებოდა თავს. იცი რას უთხრიან ახლა? შეიძლება მსოფლიოში ამ კაცის გვარი ყველამ არ იცის და ითქვიან ასე, აი ქართველებმა რა ქნესო. ითქვიან ქართველები ქრისტიანები არიან, რო იკითხავენ. წამოვედი აქ უპირველეს ყოვლისა იმისთვის რომ ყველას მოგესაუბროთ, მოგეფეროთ და წამოვედი აქ იმისთვის რომ არაჩვეულებრივ კაცს, რომლითაც ამაყობდით, ამაყობთ და იამაყებთ ყოველთვის თემურჩხაიძეს დაუჭიროთ ხარ. გარდაუვალია როგორც ის რომ დღეს დაღამდება და ხვალისეულ ზიანოა და თქვენ ყველა მიცით ამის შესახებ ჩემო ძვირფასო ლანჩხუთელებო. იცით და მოემზადეთ ამ გამარჯვებისთვის წყნარად, კაცურად, ვაჟკაცურად, ქართულად აინახავ, ვინაირ ახალგაზრდა იქნება თუ ვინაირ ადამიანს, რომელსაც 5 ნომერი მაისური ეცება, ცოტა მაინც შეიკავონ თავით, დროებით მაინც მოერიდონ ამ ხალხს, სანამ გადათელავდნენ. ამიტომ მე ერთი რამ აუცილებლად უნდა თქვა, რომ მე დღეს გავაკეთე განცხადება და თქვი, შეიძლება არავინმა არც მომისმინოს, რა ვთქვი. აქ მარტო ია გოგუაძეზე არ ვითქვამს, ეს თქვი ყველა ნაციონალური მოძრაობის დეპუტატობის კანდიდატებზე თუ რომელიმე რაიონში, რომელიმე ქალაქში, რომელიმე სინდისნამუსში შემორჩა და იმას, რაც 3 დღის განმავლობაში ჩვენ ხედავ და უყურებ და იმას თვითონაც უყურებენ, მიიღონ სწორი გადაწყვეტილება და დადგენ ჩვენს გვერდით სანამ გვიან არა. საზოგადოებამ ეხლა ნახა, ასე ვთქვათ, და ეს არ იყო უცნობი უფლებადამცველებისთვის და მათ შორის არც ჩემთვის. უბრალოდ ამისი ვიზუალურად ყურება არის ძალიან შემაძრწუნებელი და განსაკუთრებით მტკივნეული იმ ადამიანებისთვის, ვისაც ახლობელი და ოჯახის წევრი ყავს საპატიმროში დღეს. ამიტომ საზოგადოების აღშფოთება ბუნებრივი და სრულიად ადეკვატური არის და საზოგადოების მოთხოვნა, რომ დამნაშავე პირები დაისაჯონ და მკაცრად მოეთხოვოთ პასუხი იმ არაადამიანური მოპყრობებისთვის,
მუშაობისათვის, რასაც ადგილი ჰქონდა. მე ვფიქრობ, რომ ეს არის სწორი რეაქცია საზოგადოების. პირველ რიგში მივესალმებ მთელ საქართველოს, მთელ საქართველოს და ისეთ საქართველოს მივესალმებ, რომელიც ჩვენ გვინდა, რომელიც მთელ ერს უნდა და არა ქართულ ოცნებას, ეს უნდა მთლიან საქართველოს. რაც ხდება დღეს პენსიურ სამყაროში, ეს ამაზენია, ამას სახელი არ აქვს. და ამათაც სახელი არ აქვს. ესენი წაიშალენ აბსოლუტურად არანაირი ვაჟკაცობა, არანაირი კაცობა. რაც საუბარია პრეზიდენტს, რა საუბარია მთავრობა, სად არის მთავრობა? ჩვენ მთავრობა აღარ აკვას, ფიზიკურად აღარ არის. იმიტომ რომ ამას რომ ქართველი ქართველს გაუკეთებს, აი ესე დაგმობს ადამიანის სულიერ და ფიზიკურ ვაჟკაცურ სულიერებას, რომელთაც ვამოყობდით ჩვენ ყოველთვის ქართველი ერი რომ ჩვენ ვაჟკაცები, მამაკაცები, რომელთაც პატივს სცემდნენ მთელი ერი და მთელი მსოფლიო დღეს ამათმა დააგდეს, ამათ გაანადგურებს მთელი ქართული ერი და ამათ იმედია თუ არც ენუჩი ხმას მიიღებენ, ვერაფერსაც ვერ მიიღებენ. მე მოვედი რომ ხარი დავუჭირო ქართული ოცნების კანდიდატს თემურ ჩხაიძეს, ჩვენ ერთი გუნდი ვართ, ყველგან უნდა გავიმარჯვოთ, ძალიან ახლოს ვართ გამარჯვებას და სააკაშვილის სისტემა უკვე მთავრდება და მისი რეჟიმი, მთავარია რომ ყველაფერი ძალიან გონივრულად და ორგანიზებულად მივიყვანოთ ბოლომდე. მე მჯერა რომ გურულები ძალიან სწორ არჩევანს გააკეთებენ, ყველანი მივათ არჩევნებზე. და სააკაშვილის განაჩენს ქართველი ხალხი 1 ოქტომბერს გამოაცხადებს. ეს იმიტომ ვარ აქ რომ მიხარია და ფიქრობ, როდის იქნება ჩვენი საშველი. როდის მოვა სათავეში ბიზინა ივანიშვილი, ხალხს საშველი დაადგეს, ხალხს კონდეს გასახანი მუშაობის, შრომის და იყოს ჩვეულებრივ ცხოვრება.